სამედიცინო სფეროში ცურვას უნიშნავენ ყველა პაციენტს, ვისაც თუ აწუხებს ხერხემალი, სახსრები ვითომს და ყველაზე კარგი სამკურნალო საშუალება იყოს. ეს არასწორია. ხერხემლის თიაქრისთვის, სახსრებისთვის, ხერხემლის გამრუდეებისთვის ცურვა არ არის სამკურნალო მანიპულაცია. საერთოდ ინფორმაციისათვის იცოდეთ, რომ ბოლო კვლევების თანახმად პროფესიონალ მცურავებს უფრო ხშირად აქვთ მათაშორისი დისკის თიაქარი, ვიდრე მძიმე წონით მოვარჯიშე ათლეტებს. აგრეთვე ხშირად აქვთ მხრის სახსრის დაზიანება სახსრის ჰიპერმობილური გამოყენების გამო ცურვის დროს. ასევე მუხლის სახსრის ართროზი. რაც შეეხება ცურვის დანიშვნა, იმ პაციენტებში, ვისაც აწუხებთ ხერხემალი, ძალიან ცუდი იდეაა. რამე თუ ცურვის დროს მაქსიმალურად მოძრაობს მალები ცირკულარულად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დაზიანებულია მალთაშუალ დისკი თიაქრის ან დისკოზის გამო, ცურვის დროს მაქსიმალურად ხდება დაზიანებული სეგმენტის ცირკულარული მოძრაობა და მდგომარეობის გაუარესება. ამიტომაც ხერხემალი და სახსრები იმკურნალეთ კვალიფიციურად ხმელეთზე და არა წყალში.